მოგესალმებით, მეგობრებო, მზის დაბნელება გველოდება დღეს და მნიშვნელოვანი ენერგიები არის ამ მზის დაბნელების დროს და მინდა ვისაუბრო ზოგადად ამ ენერგიებზე. და სხვა შორის მქონდა ჩაწერილი ვიდეო, სადაც თურმე დამიჯდა მიკროფონი და დახევარი არ ჩაწერილა. საერთოდ და ეხლა მიწევს თავიდან გაკეთება ვიდეოსი. დაბნელების ენერგია არის ზუსტად. და ვეცდები ეხლა ცოტა უფრო მოკლედ აგიხსნათ რა არის ეს დაბნელება, ხო? ეხლა გვაქვს ვერძის 1 გრადუსზე, 9 გრადუსში შუალედში არის ეს დაბნელება. დაბნელება ეს არის ძალიან ძლიერი ენერგია, როდესაც მოდის ახალი ცვლილების ენერგია. ეს არის აბსოლუტურად გადაპროგრამება, ახალი ციკლის დაწყება, მრავალწლიანი ციკლის დაწყება. ყოველთვის დაბნელება შემოაქვს ახალი ფაზა, ახალი ენერგია. რაღაც ცვლილებებს ჭირდება ხოლმე დიდი ენერგეტიკული ველი და ზუსტად დაბნელება შემოაქვს ეს ველი და აქ ხდება ხოლმე სხვა პრობლემები ამის გამო, იმიტომ რომ ენერგეტიკული ვიბრაცია, ესე რომ ვთქვათ, სამყაროსი ძალიან ძლიერი არის ხოლმე ამ დროს და ზუსტად მნიშვნელოვანი არის ეს პერიოდი ხოლმე ცოტა მშვიდად გავიაროთ, ცოტა საკუთარ თავში ჩავღრმავდეთ მაგალითად, ხომ? და არაფერი ახალი არ დავიწყოთ, არაფერი საფათო არ დავიწყოთ, მაგალითად, გარჩევები არ დავიწყოთ საქმის ვიღაცებთან, იმიტომ რომ ენერგეტიკული ველი არის ძალიან დამხტული ცოტა, თან ვერ ჩხდება ეს ყველაფერი. ბოლო ციკლი არის ვერძის დაბნელების, შემდგომ უკვე თევზებში იწყებს სვლას და რა არის ახლა საინტერესო მეგობრებო, დანარჩენი პლანეტები არის თევზებში. თევზები არის ფსიქოლოგიური მხარე, ეს არის ემოციები, გრძნობები. სატურნი არის ახლა თევზებში, ახმავალ კვანძს უერთდება, იქვე ვენერა არის, იქვე ნეპტუნი არის. ესე იგი, როდესაც ესეთი კოლოსალური ენერგიის ჩატვირთვა ხდება დაბნელების პერიოდში თევზებში და ამ დროს დაბნელება თვითონ ვერ ჩხდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული ცვლილებები არის განსახორციელებელი უფრო შიგნიდან ფსიქოლოგიურად. რაღაცებთან გამომშვიდობება შეიძლება იყოს საჭირო, ილუზიებიდან გამოსვლა შეიძლება იყოს საჭირო, ყველა შეიძლება გქონდეს ეს ფსიქოლოგიური ილუზიები ან ბლარი, მაგალითად ნისლი, ეს ნეპტუნური ენერგია არის, თევზური ენერგია არის, ეს ბურუსი, სადღაც ვარ და ვერ ხედავ სად ვარ. და სხვა შორის ეს ენერგეტიკა ძალიან აქტიურად ჩანს, განსაკუთრებით, მსოფლიო პოლიტიკაშიც ჩანს ეს პერიოდი. და ვერძი იძლევა რაღაც კარდინალურ ცვლილებებს, მეგობრებო, ინდივიდუალურ ცვლილებებს, როცა მე თვითონ და გავაქტიურდე, მე თვითონ რაღაც უნდა გადავწყვიტო, მე თვითონ რაღაც უნდა შევცვალო, ხო? შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგიურად რაღაცების შეცვლა, შეიძლება იყოს რაღაც ოცნებებში, ზოგი წავა ოცნებებში, ზოგი პირიქით ოცნებები გამოვა, იმიტომ რომ სატურნი, ეს ილუზიები, სატურნის კუთხით მაინც არ არის აქ ეს ენერგია. სატურნი უფრო გვეუბნება, რომ აი სადღაც თუ ხარ ფანტაზიებში, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, იმას დაგინგრევ. და თუ არის ოცნებები, რომელიც რეალისტურია და შენ უნდა წახვიდე ამ ოცნებებისკენ, ხო, აქ პირიქით შეიძლება მოგცე სერიოზული, გზა გაგიხსნა, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი ეს ფონი, როდესაც არის დაბნელების, თევზისა და ვერძის ენერგეტიკა ერთად ბალანსდება. აი აქ რბილად, ნელა, მაგრამ გადაწყვეტილება რო არის აქტიურად, წინ დახედულად, აი ეს ენერგია არის შემოსული ახლა ამ დაბნელებაზე. მნიშვნელოვანი არის ის, რომელ სახლში აქვს ნათალურ უკაში, ეს მნიშვნელოვანი არის აქ, რომ კარგად რაღაც ზონაზე ვერ ყვევდეთ ასტროლოგიაში და ვინც ვერ ერკვევით, სხვათაშორის ძალიან კარგი კურსები მაქვს ასტროლოგიის და ეხლა ივლისში იქნება ახალი კურსი, სადაც უკვე გეშტალტ თერაპევტი წაიკითხავს ლექციებს, ფსიქოლოგიის სალკე, ასტროლოგიის სალკე მე წავიკითხავ, არა მარტო ლექციებს, იქ თერაპიაც გვაქვს ხოლმე ფაქტურად. აი ეს ტრამვებზე მუშაობა, სწავლის დროსაც შედის, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ ვისწავლით, თუ არ შევეხეთ უკვე თერაპიულად არ შევეხეთ პრაქტიკაში ამ ყველაფერს. ეს ძალიან უნიკალური, ერთადერთი და განმეორებელი კურსი მაქვს, რომელიც ჯერ არავის არ გაუკეთებია სხვათა შორის. ძალიან ბევრი რაღაცები არ არის გაკეთებული, რაც ჩვენთან ახალი რაღაცეები შემოვიტანეთ, ესე რომ ვთქვათ. და აი ზუსტად ესე ამ დაბნელებას შემოაქვს ზუსტად ეს მუხტი, რაღაც ახალი უნდა გავაკეთო, ოღონდ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი პერიოდია ტრაუმებზე მუშაობისთვის, ფსიქოლოგიური ჩაღრმავებისთვის,
სხვათა შორის ემიგრაციისთვისაც, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება ემიგრაციისკენ აი გული რომ მიგვდის უფრო ემიგრაციისკენ განსაკუთრებით ვიღაცას თუ მე-9 სახლში ყავს დაბნელება აქტიური ან მე-12 სახლში ეს ხო პირდაპირ არის რომ სადღაც უკვე ფიქრს იწყებენ ემიგრაციაზე, ხო? და ეს არ არის ემიგრაცია რაღაც ისეთი იძულებითი და რაღაცა ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს რომ აი გული სადაც მიმიწევს იქ მივდივარ ხო ეს თევზები არის აღმავალი თევზებში ყავს ახლა ცაზე ეს არის რომ მე ნენელა უნდა ჩემს სურვილებს ჩემს შინაგან სამყაროს უსმინო რომ წავიდე იქ სადაც უფრო გულს უხარია ეს არის თევზური ენერგეტიკა და ვერძი გვაძლევს გამბედაობას ამ ყველაფრისთვის ხო რომ გავბედოთ გადავდგათ ნაბიჯები არ შეგვეშინდეს და რაღაც ახალი გადავტვირთოთ, საერთოდ ახალი მიზნები შევქმნათ, ხო? სხვა შეიძლება ჩემ შემთხვევაში, ახლა ირგვლივაც რო ვაკვირდები და თუნდაც ჩემ შემთხვევაში, სულ რო არ ვიცოდე ასტროლოგია, წინასწარ უკვე მოვიდა ჩემთან ის ენერგიები, რომ ხვდები უკვე რა შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში, რა ცვლილებები მაქვს შესატანი და სხვა შეიძლება ასტროფსიქოლოგიას და ფსიქოლოგიას დამეხმარა ამ სენსიტიურობის გაძლიერებაში, რომ უფრო საკუთარ თავთან როცა კონტაქტი გვაქვს უკვე გარედან შემოსულ ენერგიებსაც კარგად ვიჭერთ ხოლმე და გრძნობთ უკვე სწორად ვიჭერთ ამ ენერგიებს, საით უნდა წავიდეთ და ეს აღარ არის უკვე აგრესია, კონფლიქტი, დაძაბულობა, ეს არის უფრო რომ აი ენერგიას ვიჭერ კონსტრუქციულად და ხვდები საით უნდა წავიდე, რაღაც უნდა გაუშვათ ჩვენი წარსულისკენ, ჩვენი თავისგან ფსიქოლოგიურად ან რაღაც ბურუსიც უნდა გაუშვათ, იცი, ის რაც არ იყო დანახული და დავინახე ზოგი შემთხვევაში შეიძლება მტკივნეული იყოს ეს დანახვა, გააჩნია ასპექტები, როგორი არის პირად რუკაში, ვის როგორი ასპექტები აქვს, ხო? მაგალითად, სასწორისთვის, ვერძისთვის და კირჩხიბის, თხისხლისთვის, ანუ ესეთი კარდინალური ნიშნებისთვის განსაკუთრებით იგრძნობა ახლა ეს დაბნელება, ვერძებს აქვს პირდაპირ პირველ სახლში სიმბოლურად, ეს არის რომ მათ უწევთ რაღაც აქტიური ცვლილებების განხორციელება, დრაივი, კარგი იქნება სხვა შორის იქ ცოტა ვარჯიში, ცოტა ფსიქოლოგიური მუშაობაც თავზე, ხომ? სასწორებისთვის იქნება ეს მეშვიდე სახლი, რაღაც სხვები, პარტნიორები, როდესაც სადღაც უკვე მათთან ხდება რაღაცა ცვლილებები და ჩვენ ვერაფერს ვერ ვქვნით, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები რაღაცნაირად გავაჩეროთ, ხო? და კირჩხიბისთვის და თხისხლისთვის ეს იქნება კვადრატურა, ნეგატიური ასპექტი და შესაბამისად უფრო აი საწყის კირჩხიბებს განსაკუთრებით უფრო შეეხებათ ეს. მათთვის იქნება იძულებითი ცვლილება, ან თლად რომ არ არის ეს ისეთი მარტივი ცვლილება, აი ეს ძალიან ზედაპირულად რო გითხრათ, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის გაჩნია შიგნით რუკაში რა ხდება, პირად რუკაში რომელ სახლებში არის ეს დაბნელება და ყველაზე კარგი პოზიტივი რაც არის აქ, ხომ აი დაბნელება როცა ხდება, იქ არის ცაზე რაღაც ასპექტები, ანუ ყველა პლანეტა რაღაც თავის ენერგო გაცვლაში არის, ან პოზიტიურში, ან ნეგატიურში. პოზიტიური ჰარმონიული ასპექტები არის ამ ზესთან, მაგალითად მეგობრებო, ურანთან და მარსთან. ურანი და სატურნთან. ესე იგი, სატურნი, ურანი, მარსი არის ერთმანეთთან ჰარმონიულ ასპექტში ჩართული, ანუ დაბნელების ფონი რო ავიღოთ, ხო? და აქ არის ჰარმონიული ასპექტი იმ კუთხით, რომ ურანი ეს არის ცვლილებები და აი ამ ბისექსტილის წვერში არის ურანი და ეს არის სიახლეები, გადატვირთვა, რაღაც ახლის დაწყება, რაღაც ახალი ენერგიის, ეს იქნება ნოვატორობა, ეს იქნება რაღაც ახალი იდეები, ახალი შესაძლებლობები, მარსი აქტივობა არის, სატურნის სტრუქტურა, ხო იჭერს კარგად, ხომ? ანუ რამდენადაც რეალისტური იქნება იდეები, იდეალები, ზოგადად რომ ამბობთ, მაგრამ იდეები, ხო? იმდენად უფრო წარმატებული იქნება ეს, ხო? ეს ცვლილებები, ჰარმონიული იღბალის დაჭერაც შესაძლებელი იქნება, ურანული იღბლის დაჭერა, ხო? ამ ტრანზიტზე და ეს არის ფონი ზუსტად რა შესაძლებლობები იქმნება ამ დაბნელებაზე. სხვა შეიძლება საქართველოს უჯდება მე-9 სახლში და მე-10 უერთდება. ეს დაბნელება მე-10 სახლი ხელისუფლება არის, მე-9 სახლი საკანონმდებლო სფერო, ეს არის კანონები, ეს არის პარლამენტი, რაღაც სიახლე იქნება აუცილებლად მათ, რაღაც გადატვირთვა იქნება ენერგიის აუცილებლად. საერთოდ ეს დაბნელებები სერიოზულად ძრავს ახალ მიმართულებებს აძლევს, ახალ ენერგიას ტვირთავს, როგორც პროგრამას.
და ისიც მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, რას მოიტანს, მაგალითად მე-9 სახლისა და მე-10 სახლის ღურბლი ორივე ერთად. ეს შეიძლება ხელისუფლების ან მთავრობასთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებები იყოს, იმიტომ რომ მე-10 სახლი ეს არის რაღაც ღერძი, სახელისუფლებო ღერძით ან მზე საქართველოს ვერჩი ყავს და ეს ჩვენ პირველ სახლში ხდება. მაგალითად ეს დაბნელება და თან ეს ცოტა კვადრატურასაც აკეთებს პირველ სახლთან, შესაბამისად ცოტა რაღაცეები შეიცვლება, აი ეს დაბნელება ახალ დრაივს ჩართავს საქართველოსთვის ზოგადად, ცოტა მძაფრს და შემდეგ უკვე რომ სატურნის შეერთება იქნება ნეპტუნთან და ნეპტუნიც ვერცხლში მოხდება ეს შეერთება და სხვა შორის ნეპტუნი 100 წელი არ ყოფილა ამ ნიშანში, შესაბამისად არ აქვს ამის გამოცდილება ჩვენ რა არის ნეპტუნი ვერცხლში, იმიტომ რომ კი იყო ნეპტუნი იქ მერწყულში, ნეპტუნი თევზებში, მაგრამ ეს ბოლო ფაზა არის, ანუ 0 გრადუსზე, ზუსტად საწყისში პირველ ნიშანში, როცა ძალიან დიდი სტარტი არის, ანუ ეს რო ყოფილიყო შეერთება შუა გრადუსებში ნეპტუნი სატურნის, ხო? ну ეს ყოფილა, მაგრამ ესე რომ 0 გრადუსზე თან საწყის ნიშანში ეს რაღაც სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს და ნეპტუნმა და სატურნმა თევზებში თუ ძალიან გაგვაბრუა, ძალიან გაგვჭედა სადღაც ილუზიებში და ინფანტილობაში, ხო, იმიტომ რომ ეს ნეპტუნური ენერგია არის, ხო? თევზური ენერგეტიკა არის. რაღაც ძალიან სწრაფად დაიწყება ცვლილებები. ეს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები იქნება, ამას აჩვენებს ეს ტრანზიტი და აი ეს დაბნელების პერიოდი კიდევ ახალ ენერგიას რთავს ამ ყველაფრისთვის, ოღონდ ვერძი ეს არის აქტივობა, პირადი ინიციატივები, პირადი აქტიურობა, ხო? ეს არის ახლის დაწყება, ოღონდ უფრო ძლიერი კომბინაციით. ახლა ეს რო იყო დაბნელება, ვთქვათ, ახლა შემდეგი დაბნელებები იქნება უკვე უფრო თევზი ქალწულის ღერძზე. იქ ცოტა სხვა ისტორია, მაგრამ ეს ბოლო დაბნელება არის ვერძის და კიდევ ბოლო შანსი არის რაღაც რადიკალურად სწრაფად შევცვალოთ, რაღაც აი გაბედულად გადავდგათ ნაბიჯები, რაც მაგალითად სხვა დროს ვერ გავაკეთებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვითონ ფონიც აქვს ამას კარგი ასპექტებიც. შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ, თუმცა დაბნელების პერიოდი 1-4-5 დღე პლუს მინუს აქეთ-იქით მუშაობს, მაინც და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მაგ პერიოდში რაღაც ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და ისევ იმიტომ რომ რთული ენერგიები არის ცაზე, აი ესეთი ძლიერი ვიბრაციები არის. მან შეიძლება იყოს კონფლიქტურობა გაზრდილი, შეიძლება ჩვენ ვიყოთ ცოტა დაზაბულები, ცოტა ტოქსიკურები. მე მაგალითად მაგ პერიოდში ვხედავ ხოლმე, რომ ოდნავ მაინც თუ ადამიანში დევს ეს საზღვრების უგულებელყოფა, საზღვრებს რო არიცავენ სხვა ადამიანების, ხო, ეს ზოგჯერ შეიძლება კულტურის პრობლემა იყოს, შინაგანი კულტურის, ზოგჯერ შეიძლება ტრაუმების პრობლემა იყოს, რომ უკვე მე ისე მაწუხებს რაღაცები, რომ უკვე ვეღარ ვხედავ სხვას, ჩემ თავს ხედავ მარტო, ხო? და იმიტომაც რომ ჩემ თავს ვერ ხედავ, ამ ეს პარადოქსიც არის. სხვა შორის 6 აპრილს მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია ასტროფსიქოლოგიის კუთხით და თვითონ ფსიქოლოგი მეყოლება სტუმრად, რომელიც წაიყვანს ლექციას, რა არის ბავშვობის ტრაუმები, როგორ მუშაობთ ამ ტრაუმებზე, როგორ ხდება იდენტიფიკაცია და როგორ გვიშლის ჩვენ ცხოვრებისეულად ეს ტრაუმები ხელს და მეც ყოველ კონსულტაციაზე სულ მაგას ვაწყდები, რომ რუკაში ეს ჩანს, ეს ღრმა ტრაუმები საიდან მოდის, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე და საუკეთესო ტანდემი არის ასტროლოგია და ფსიქოლოგია ერთად ჩავრთოთ, ხო? ამ ყველაფერზე ძალიან საინტერესო ლექცია გვექნება და ვისაც გექნებათ სურვილი შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. და ზუსტად აი ამ პერიოდში დავგეგმე ეს ფსიქოლოგიური ლექცია, იმიტომ რომ ყველაზე კარგი არის, როცა ამ ხელესტელიუმი არის თევზებში, ფსიქოლოგიური მუშაობა, წარსულზე მუშაობა, ერთ-ერთი საუკეთესო არის, აი სადაც სატურნი გადის უკვე ბოლო გრადუსებს და არის იქ აღმავალ კარმულკვანძთან, იქ ნეპტუნთან შეერთებაში, განსაკუთრებით ეს არის რაღაც ილუზიებისგან და გამოვიდეთ, რაღაც დაფარული პროგრამები უნდა გადავამუშაოთ და აქ ვერძი გვეუბნება რა ენერგიით უნდა გადავამუშაოთ ეს ყველაფერი. და მნიშვნელოვანი არის, რომ სატურნს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დაბნელებაში, მეგობრებო. და სატურნი არის ჩვენთან კარმის პლანეტა, ეს არის სტრუქტურის პლანეტა, ეს არის სამყაროს კანონების პლანეტა და ჩვენ თუ სამყაროს რეალობაში, აი ძალიან უხეში რეალობა არის სატურნი, შელამაზების და ემოციების გარეშე რეალობა. აი ამ ყველაფერთან თუ არა გვაქვს შეხება, ჩვენ სერიოზულად ვცილდებით რაღაცნაირად
რეალობის აღქმას და იწყება მერე დარტყმები, იწყება იმედგაცრუებები, ფსიქოლოგიური ტრამვები და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ ყველაფერს სატურნი ძალიან კარგად სტრუქტურაში სვამს, რომ აქ არის რაღაცები სამუშაო, თუ იყო ის გაბრუება, ილუზიები, რაშიც მთელი მსოფლიო დონეზე ვიყავით ყველანი მონაწილე ამისი, რომ იყო ისე შემოგვეპარა კრიზისები და პრობლემები, რომ ვერც გავიგეთ, მოდუნებულები ვართ ზედმეტად, ეს თევზური ენერგეტიკა არის. და აი ეხლა როცა აღმავლთან არის შეერთებაში ეს თევზები სატურნი მაინც გვავალებს ამის დამუშავებას, ხო? აი ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. აი იმ ბურუსიდან უნდა დავიჭიროთ მნიშვნელოვანი მესიჯები და ჩავერთოთ. ახლა ნეპტუნური ენერგია არის თევზები და ნეპტუნი არის ქალური ენერგეტიკა, ეს არის პასიური ენერგეტიკა, როდესაც ჩვენ არ ვიბრძვით არ ჩანს ესე თავზე კი არ დაგვეცემა პრობლემა, ნელა შეგვისრულდებენ. ვაიზახით ამას, რაც მოხდა, ხო? ნუ თუ დაძაიმ რუსულმა ხელმა მსოფლიოს დიდ ნაწილს შეუსრულა ჩუმად. სხვაშორის პუტინს ყავს სასწორი მზე შეერთებაში სასწორ სატურნთან მე-12 სახლში და აი მე-12 სახლურად მოთმინებით ნელა აი მოგუდა ჩუმად ძალიან ბევრი რაღაცები. ისე რომ ვერც გაიგეს ვერავინ, ხო? აი ეს ენერგეტიკა იქ სელენას თევზებში ყავს და ეს სელენაც კარგად ადგება ამ ჩუმჩუმა რაღაცეებში, ეს ტანდემი როგორც მუშაობს, ხო? აი ესეთი ენერგეტიკა აქვს უფრო თევზურ ენერგეტიკას, ხო? თუ ცუდად ვიყენებთ მაგალითად და კარგად თუ ვიყენებთ, აი ისე ჩახვეული ჩაბლარული, აი დახვეული ტრავმები, რომელიც ვერ ვხედავდით, აი ახლა შეგვიძლია ეს დავამუშავოთ. და მე სხვა შეს თერაპიები ამ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ისეთი გახდა ჩემთვის უფრო კარგად დანახვადი ბევრი ისეთი რაღაცის, რაც არ ჩანდა, ესეთი სიღრმისეული თუნდაც ჩემი ხა ტრენინგი გქონდა ასტროსკოლის და აი ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური მუშაობა წავიდა მანდ და ეს ენერგეტიკაც გარკვეულწილად ძალიან კარგად მუშაობდა. ანუ ყველაფერს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარები, როგორ იყენებს ამ ენერგიას. ხო შეგვიძლია გავბრუნდეთ ზოგს ან წამლების დალევა შეიძლება მოუწიოს ფსიქოტროპულის და მკურნალობა, იმიტომ რომ თევზები მკურნალო ფსიქიკაზე ან ფსიქოემოციურ მხარეზე მკურნალობის ენერგია ზოგი პირიქით დაანებებს თავს, ზოგი შეიძლება პირიქით რაღაც ბურუსში შევიდეს, ზოგი პირიქით გამოვიდეს. ვის როგორ აქ ხო, აქ უკვე მის სულიერ განვითარებაზე არის ხოლმე აქ აქცენტი. და ესეთ ტენდენციები განსაკუთრებით ახლა როცა სატურნი, აღმავალი, ნეპტუნი, ვენერა ერთად ჯდება, მაგ კომბინაციას ეს ერთავს და ვერც იგვაძლევს ენერგიას, აი ეს ყველაფერი ჩახვეული, ჩაბურდული გადავწყვიტოთ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ოპტიმიზმი არის ვერძი, ეს არის წარსული დედათ რო არ აინტერესებს და საწინიყურება, მხიარული არის, ენერგიული არის. და ეხლა შემოდის ეს ენერგიები, რომელიც უნდა დავიჭიროთ და საათაც არის, რომ სახლშიც არის, იმ სახლში ცვლილებები ზუსტად ვერძული ენერგეტიკით უნდა მოვახდინოთ, ოპტიმისტურად, ენერგიულად, ზოგმა ვარჯიში უნდა დაიწყოს აუცილებლად, ზოგმა აქტიურობა უნდა დაიწყოს სფეროს მიმართ, იქნება ეს თუ შინაგანი გამოფხიზლება, ეს ვერძული ენერგეტიკა არის და მე რა გადავა სატურნი უკვე ვერტში, იქ იქნება რაღაც დიდი გამოფხიზლება. ოღონდ სატურნ ვერტს უფრო ისახასიათებს, მეგობრებო, რატო არის ხა სატურნი სუსტი ვერტში, ხო? იმიტომ რომ სატურნი თუ არის კოსმიური სამართლიანობა, ეს არის სრული, მაღალი სამართლიანობა, ვერძი სუბიექტურია უფრო. ძლიერი ვარ და მე ვარ მართალი. ეს ზოგადად ასტროლოგიაში ვერძის პროგრამა არის. სასწორში რატო არის ძლიერი სატურნი? იმიტომ რომ სასწორი ეს არის, თანასწორები ვართ ყველა. და აი რაღაცნაირად ეს სამართლიანობის პრინციპი სასწორისთვის მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ვერძი ეს არის, მე ვარ მართალი და ეს წავა, ვინ ძლიერი არის, ან ძლიერები დაიწყებენ იქ რაღაც უფრო შეტევებს, უფრო აგრესიულობას, შეიძლება ომების თემაც ძალიან აქტიური გახდეს, განსაკუთრებით სატურნი ვერძის პერიოდი და იქ მერე ნეპტუნიც რო წავა, ეს იქნება რაღაც კოლექტიური გამოღვიძება და ბრძოლა და იქ პლუტონი რომ ერწყულში არის, ეს არის აი თავისუფლებისთვის სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს უკვე. პლუტონი არის ტრანსფორმაცია, ან მოვკლავ თავისუფლებას
და მომავალს, ან იბრძოლეთ. ეს ენერგია აქვს ხო პლუტონს და ეს ფონად უკვე ამ ენერგიას ვეჯახებით ახლა პლუტონ მერწყულს განსაკუთრებით, ეს მასიური გამოსვლები, დემოკრატიული კრიზისები, თავისუფლების კრიზისები, ავტორიტარიზმის გამარჯვებები, ხო, გარკვეულწილად ეს სუფთა ეს პლუტონური ბრძოლები არის აქ და ამას რომ მე ეს დიდი პლანეტები ემატება აი მანდ ომის კუთხით ძალიან შეიძლება აქტიური იყოს სატურნი, რომ გადავავერჩი ხო ეს ან აგრესიულობა მოიმატებს და ეს ყველაფერი ხა ჯერ კიდე ნეპტუნური ენერგია არის, ჯერ კიდე ბურუსში ვართ, ჯერ კიდე ვერ ვხედავთ ვერაფერს ხო? ხა ძალიან სიცილით კი გეუბნებით და ზიანბირში კარგი დრამა არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ რაც არის ეს არის ესე რომ ვთქვა. მოკლედ ეს მინდოდა მარტივად ცოტა ის ეხა წინა ვიდეო ძალიან დიდი ჩაგიწერეთ და მართლა დამჯდარა ჩემი მიკროფონი რომელიც არ შევხედე რომ დატენილი არ ყოფილა და ეხლა მომიწია თავიდან გადაწერა და იქ ისეთ კაი რაღაცები ვლაპარაკე აღარც მახსოვს ეხლა რომ მე არ ვიმზადები ხოლმე ვიდეოებისთვის ვიბრძდები პირდაპირ ვიწყებ იმიტომ რომ ყველაფერი კი ვიცი რა თქმა უნდა ვილაპარაკო მაგრამ მაინც იმედია რომ გარკვეულწილად ცოტა ნაკლები გამომივიდა საუბარი მაგრამ იმედია რომ არსი გაიგეთ დაბნელების ყურადღებით იყავით ახლა მეგობრებო მშვიდად წყნარად ფსიქოლოგიური მუშაობა თქვენ თავზე დაკვირვებები სხეულზე დაკვირვებებს რო ვიძახით შინაგანად აი საით მოდის ეს ემოციები ხო რა უნდა შევცვალო რა არის აქ ცვლილებებისთვის საჭირო ხო აი საკუთარ თავთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა დამიწერეთ კომენტარები რაც და გაინტერესებთ თქვათ ან როგორ შეაფასებდით ვიდეოს შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო და ასე შემდეგ და დროებით მაშინ